გიორგი ოკმელაშვილი, იგივე ოკმელა, მოქალაქე, რომელიც პოლიციამ 2024 წლის 15 მაისს სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავა. მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. 3 თებერვალს გიორგი ოკმელაშვილს ქართული ოცნების სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას განაჩენში ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება უწერია, თუმცა ის რეჟიმს დახურული ტიპის დაწესებულებაში ყავს დატყვევებული. ოკმელას სახლში მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ელოდება. ამ სიუჟეტში გაიცნობთ ოკმელას მეუღლეს, თამთა ჩხეიძეს, ქალს, რომელიც უკანონოდ დაპატიმრებული მეუღლის თავისუფლებისთვის იბრძვის. თავისუფლება გიორგი ოკმელაშვილს. თავისუფლება მარიამ იაშვილს. ყოველთვის ვიყავით ჩართულები მეც და ოკმელაც ამ საპროტესტო აქციებში და ყოველთვის ვაპროტესტებდით და ვიძახდით ჩვენ თავისუფალ სიტყვას, რომელიც დღესდღეობით ძალიან შეზღუდულია და ვისჯებით ამ ჩვენი თავისუფალი სიტყვისთვის. მართლა წარმოუდგენელია ჩემთვის შენი თავისუფალი სიტყვა კონსტიტუციით რაც გაქვს მონიჭებული, აი იმაზე რო გსჯიანდა, იმაზე რომ არ შეიძლება და არ გაქვს შეზღუდვა გაქვს ესე რო ვთქვათ რა. მართლა ვერ წარმოვიდგენდი პოლიციის მხრიდან ესეთ ძალადობას, რასაც რეალურად ვხედავდი ამ აქციების დროს. სხვისი მონაყოლით ალბათ ვერ დავიჭერებდი ისეთი აგრესიით, ისეთი გონორით და ისეთი სისასტიკით იყვნენ ჩვენს მიმართ მოწოდებულები. ბავშვი ავად იყო, რაღაცა ვირუსი ჰქონდა და მყავდა პედიატრთან წაყვანილი. როდესაც დამირეკეს რომელიღაცა გამომძიებელმა და მითხრა, რომ თქვენთან ვარ და თქვენთან მინდა გასაუბრება რაღაც საქმეზე. და მკითხა ზუსტად დეტალურად, სად ვიმყოფებოდი, რა ადგილას და მერე მითხრა, რომ არა ისევ აქ დაგელოდებით სახლთან და როცა მოხვალთ, გთხოვთ დაგვირეკოთ და აქ დაგვხვდებით. მე ვკითხე მას ხომ მშვიდობა, ანუ რა თემაზე გინდათ საუბარი, ანუ არ მითხრა რა თემაზე იყო მოსული, რომ მოხვალთ მერე გაგესაუბრებით. დაურეკე ოკმელას. ოკმელამ არ მიპასუხა, დაურეკე საერთო მეგობარს, ჩვენ საერთო მეგობარს, რომელიც იურისტია და ვკითხე რა ხდება. მან მითხრა, რომ ეხლა დამირეკეს სამსახურიდან, ოკმელას სამსახურიდან და მითხრეს, რომ შემოსულები არიან აქ ჭხრეკაზე და მთლიანი სტუდია აქვთ მოკლედ ალყაში ტექნიკას, ყველანაირ რაღაცებს, რაც კი არსებობს სტუდიაში, ყველაფერს ლუქავენ და მიაქვთ. ამ დროს სახლთან რომ მოვიდა ჩემი იურისტიც და სახლთან აი აქ ეზოსთან დამხვდა უამრავი პოლიციელი, რომელიც ნახევარი უკვე სადარბაზოში იყო შემოსული ჩემთან და უამრავი ჩვენი მეგობარი, რომელსაც ყველამ გაიგო აბსოლუტურად, რომ თურმე არის ჭხრეკა, ოღონდ ოკმელა არ ვიცით. აყვანილი ყავთ თუ სად იმყოფება, ანუ ელემენტარულ ინფორმაციასაც კი არ გვეუბნებოდნენ ოკმელაზე, სად იმყოფებოდა და რა მდგომარეობაში იყო. რატომ შევიდნენ სამართალდამცველები სარეკლამო კომპანიაში? გადაღების დროს პავილიონში, სადაც ბავშვებიც იმყოფებოდნენ, პოლიცია შევიდა და ყველას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. თანამშრომლების ინფორმაციით, იქ ჭხრეკა მიმდინარეობს. ამ კომპანიის ლიმონის დირექტორი არის გიორგი ოკმელაშვილი. როგორც ირკვევა, მასთან დაკავშირება უკვე რამდენიმე საათია ვერ ხერხდება. ოკმელა აიყვანეს ლილოს ტერიტორიაზე, მას ჰქონდა რაღაცა შეხვედრა, საქმიანი შეხვედრა, საიდანაც ბრუნდებოდა და უნდა წასულიყო თავის სტუდიაში. პატრონმა რომ გამაჩერაო, გადასცაო ჩემი ინფორმაცია, რომ დავაკავეთო გიორგი ოკმელაშვილი და მოვიდა სადღაც დაახლოებით 20 ეკიპაჟი. მეგონაო ვიღაცაში ვეშლებიო, ვიღაცა
ტერორისტს იჭერდნენო, ისეთი შეგრძნება მქონდა. Რო დაიჭირეს, ეკითხებოდნენ, სად იღებ რეკლამებს, სად აკეთებ. ოღონდ აი მართლა წარმოდგენა არა, მაგრამ რა შუაში იყო პოლიციელზე იდაყვის დარტყმა და რა შუაში იყო ოკმელას სამსახური და ოკმელას ტექნიკა საერთოდ. ეს ფენომენი დღემდე ვერ ამოხსენით და დღემდე არ ვიცით, რომელიც დღემდე ვითომ რაღაცა გამოძიებას ატარებენ და ასრულებენ. სახში რომ მოვედით, გამეცნო ეს გამომძიებელი და უნდა ჩავატაროთ ბინის ჭხრეკაო. არანაირი ის არ გამიწევია წინააღმდეგობა, ოღონდ საერთოდ მართლა არ ვიცი, არც სახლის ჭხრეკა რა შუაში იყო. ამოვიდნენ, სადღაც დაახლოებით 9 ადამიანი იყო, მთლიანად ტექნიკა, რაც იყო, ბავშვის სათამაშოებშიც კი რაღაცას ეძებდნენ, გაურკვეველ რაღაცას. წაიღეს Wi-Fi-ის მოწყობილობა სახლიდან. წაიღეს ბეიბი-სიტერი, რადიო ძიძა, რომელიც ბავშვს ოთახში ვტოვებდი და მე აქეთ ვიყავი გამოსული. გამომიღეს მაცივარიც კი გაჭხრიკეს. რა მოძებნეს, რა აიღეს, ანუ ჩემი პირადი ლეპტოპიც კი წაიღეს. ანუ ჩემი ლეპტოპი რა შუაში იყო, მაგასაც ვერ ხვდები. ბავშვის iPad-იც წაიღეს. ოღონდ ამ ყველაფერს ვუხსნიდი, რაც მიქონდათ, რა ტექნიკაც მიქონდათ, ყველაფერს ვუხსნიდი, რა იყო, რისთვის ვიყენებდით და რისთვის ვისი იყო. რო ვკითხე მე გამომძიებელს, რომ ტელევიზორი რატო არ მიგაქვთ მეთქი, რა ვიცი თქვენ, დიდია და უბრალოდ ვერ მოვერევითო. ტექნიკა არ დაგვიბრუნდა, არც ჩემი პირადი ლეპტოპი არ დამიბრუნდა. რა შეჭირდებოდათ მართლა არ ვიცი. ჭხრეკა რო დამთავრდა, ხელი რო უნდა მომეწერა უკვე აი ამ ჭხრეკის დასრულებაზე. მაგ დროს მითხრა გამომძიებელმა, რომ ეხა დაგირეკავენ და გეტყვიან თქვენ მეუღლეზე ინფორმაციას. ეს იყო და ეს, ანუ რა მდგომარეობაში იყო, როგორ იყო, მაინც არავინ არაფერს არ მეუბნებოდა. მეტი არაფერი. შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელზე თავდასხმას ედავება, თუმცა მას შემდეგ რაც ის დააკავეს, ისიც რომ პარალელურად ჩატარდა ჭხრეკა მის ოფისში და საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები შეიჭრნენ. კომპანია შეპეს ლიმონში. დაახლოებით ალბათ 1 ან 2 ივლისი იყო პირველი სასამართლო. და აი ამ პირველ სასამართლოზე ვნახეთ ყველამ იგი და აი მე ვნახეთ თვითონ ოკმალა. 9 თვის მანძილზე თვეში ერთხელ მქონდა ნახვის უფლება, 1 საათიანი შუშით. და აი 9 თვის შემდეგ რომ მიუსჯიან, მერე უკვე ზონაზე უნდა გადავიდეს, ან სხვა ციხეში უნდა გადავიდეს, თვითონ წერს პატიმარი მოთხოვნას, სადაც ადგილი არის, როგორც არის, რა სიტუაცია არის, ისე გადაყავთ. ოკმალას რომ მიუსაჯეს 9 თვის თავზე 5 წელი. განაცხადში ეწერა, რომ მას ჰქონდა ნახევრად ღია სივრცე, სადაც შეგიძლია ეზოში გამოხვიდე, სივრცე იყოს და რაღაცა პერიოდი ხარ აი ამ ეზოში, აი ამ სივრცეში და მერე ისევ საკანში ბრუნდები. ჩვენ არ ვიცოდით მისი გადაყვანა. პარასკევ დღეს გადაიყვანეს საღამოს 6 საათის შემდეგ. შევიდა ბადრაგი და ჩაალაგეო, გადავდივართ სხვაგან მივდივართ. ანუ ოკმალამ რო კითხა, სად მივდივართ რუსთავის ციხეში? კი, რუსთავის ციხეში. პირველი ის რომ არასამუშაო დღეს გადაიყვანეს, მეორე ის რომ მოტყუებით წაიყვანეს, მესამე ის რომ მას არ მისცეს საშუალება რომ ელემენტარულად ან ოჯახის წევრთან დაკავშირებოდა და ოჯახის წევრისთვის ეთქვა რომ გადავყავარ და არც ადვოკატისთვის რო დაერეკა და ეთქვა ეს ინფორმაცია. ანუ 3 დღის მანძილზე ჩვენ არ ვიცოდით სად იყო და სად იმყოფებოდა ოკმალა. მთლიანი პერიოდი ეს ნერვიულობა, ეს განცდა და თან პატიმარი არ იცი სად იმყოფება ამდენი ხნის განმავლობაში, ანუ ჩემ თავს ვერ ვპატიობდი, თურმე არ ვიცოდი სად იყო ოკმალა. ორშაბათს აი საღამოს
გავიგეთ, რომ ოკმელა იმყოფებოდა ქსნის ციხეში. სასჯელის მიხედვით რაც ეკუთვნოდა ოკმელას, ანუ ნახევრად ღია სივრცეში, საპყრობილეში კი არა, ისევ და ისევ დახურულ ზონაში, ისევ და ისევ 4 კედელში, რომ მას გამოსვლა არ შეუძლია იმ 4 კედლიდან. ქართული სასამართლოს ცირკი რუსული ცირკი იყო, სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით. ოკმელაც აჟღერებდა, მუსიკალურად ახმოვანებდა ცირკის მუსიკით ამ პროცესს. ერთ-ერთი სასამართლოს დროს მოსამართლემ გააჩერა ჩვენი ადვოკატი, გაჩუმდიო ეხლაო, ბევრს ლაპარაკობო, ხალხი შეგყავს არასწორ მიმართულებაშიო და თუ არ გაჩერდებიო, გაგაძევებთ დარბაზიდანო. და ადვოკატმა ძალიან ესეთი ჟესტიკულაცია ჰქონდაო, რომ მეო და გადმოვხედა უკან, რომ ანუ სხვა არ მიმართავსო, ანუ ადვოკატსაც კი გაუკვირდა ეს მომართვა, რომ ადვოკატს რომ მიმართავ, რომ ადვოკატო ეხა შენ გაჩუმდი, ბევრს ნუ ლაპარაკობ, თორე გაგაძევებ დარბაზიდან, ანუ ცირკი აბა რა არის. მოსამართლე ეუბნება ადვოკატს. სულ ყოველი რაღაცა, ყოველი ეტაპი, ყოველი სასამართლოს დღე იყო აი ესეთი აბსურდული. შეგახსენებთ ჩემი ყოფნის მიზეზს, რატო ვეშვა. იმ დროს საქართველოს პარლამენტი იყო კანონი, რომელსაც ჩვენ ვიძახით რუსულს. და რატო ვეძახით რუსულს ეხლა მაგასაც? იმიტომ რომ რუსებს მოწონდათ ეს კანონი, რუს მეზობლებს, ჩვენ ევროპელ მეგობრებს არ მოწონდათ. მაგრამ ამიტომ ვეძახით ჩვენ რუსულ კანონს. ამ ყველაფრის ფონზე მივედით და გამოვხატებთ ჩვენ პროტესტს. იქ იყო პოლიციელებს ვეძახით მამაბა რუსების მცველებს. რაზეც ისინი ბრაზდებოდნენ და გადმოგვიდნენ და გვიუხავთ. ნუ ამ გართმის დროს ბევრი ადამიანი ციხეში გაიგდეს, ბევრი ადამიანი ხალხა დაუჭირეს და ნუ გასაგამოცემაში რეგიონჯერ რესოლუცია ხელისუფლება და გამოწვევა დემონსტრაციას. რაც შეეხება აფიციალურ ალექსანდრე ოხანაშვილს, წარმოგვიდგენ არ მაქვს ვინა, იმიტომ რომ თუ არ დავინახე. არც ის არ ვიცი ის ადამიანი, ვისაც მაბრალები და ხელი დავაყო. და ვიზეც იძახი რომ ვაიცინორე შენ ხარ ვიცი და სები მართლა. არის თუ არა ალექსანდრე ოხანაშვილი. და თუ თქვენ ალექსანდრე ოხანაშვილს უჯერებთ სიტყვაზე რომ ის არის ალექსანდრე ოხანაშვილი, მაშინ თქოთ ვინც გამიჯეროთ და ვაღიარებთ რომ ამერიკის პრეზიდენტი კენედი მოკალი მე. ავსი ვაღიარებთ და თქოთ მაგაზეც გამოსალამთ. თუ იმას დაუჯერებთ რომ ის არის ალექსანდრე ოხანაშვილი, მაშინ კენედის პრეზიდენტი ვარ მე და თქოთ ესაც ამბობ. რაც შეეხება ჩემი სახლიდან და ოფისიდან ტექნიკის ამოღებას. ვერ ვიტყვი, როგორ შეიძლება მუშტი ან კლავი ადამიანს შეინახოს კომპიუტერში. აი როგორ შეიძლება ჩემი კლავი ინახებოდეს კომპიუტერში. ანუ რასეძებენ ამ კომპიუტერში, ისეც რაც ვერ ვიტყვი. აი ვინჩესტერის გადათვალიერებას ერთი წელი ხო გამორიცხულია, რომ იზამ უნარულად ცდილობენ, რომ ჩემი ბიზნესი გაანადგურონ. ისთვისაც კიდევ ერთხელ მიდმარ მოპასუხდი ქალბატონ ანას. ერთ-ერთი მოწმე, რომელიც დაიკითხა ჩვენი ადვოკატი, როდესაც უსვამდა კითხვებს, პროკურორმა გააჩერა. ანუ ეკითხებოდა, რომ აი რატომ წაიღეთ ტექნიკა, ანუ რატომ შეხვედით სამსახურში და რატომ შეხვედით ბინაში და რატო წამოიღეთ ტექნიკა, რა შუაშია ამ საქმესთან ტექნიკა. ანუ აი ამის ახსნა უნდა ეკითხა და რო კითხა, რომ ტექნიკა არის სარიცხის მანქანაც, სარიცხი საშუალება სხვა, მაცივარი, ტელევიზორი, ანუ ის რაღაცები რატო არ წაიღეთ, პროკურორმა შეაჩერა ეს დაკითხვა
და მოსამართლემაც დაუკმაყოფილა და ანუ აი ამ პროცესზე რომ ჩვენ უკვე რომ მივხვდით რომ ჩვენ სიმართლეს, ჩვენ იმ ფაქტებს რომ ჩვენ ვიყავით მართალი და ჩვენ არ დავესხით თავს პოლიციელს ან ცამოწმენდილ ცაზე არ მისულა უკმალა და არ დაურტყამს პოლიციელისთვის. ხვებს იცავდა, ანუ იქ მეც ვიყავ, იქ ძალიან ბევრი სამეგობრო იყო, იქ ძალიან ბევრი სხვა უცხო ადამიანი იყო და იმხელა კაცებს და იმხელა იმეებს, რა ქვია, ხალხს უსწორდებოდნენ, ამხელა ეს გაბოროტებული ძალა და ცუდი ენერგიის მატარებელი, რომელიც სახეზე ვერც ამოიცნობ დღემდე რომელი იყო, ისე შენიღბულები იყვნენ. ზოგს პოლიციელის ფორმაც არ ეცვა. დუბინკებს ხსნიდნენ და ისე ურტყამდნენ, წვდებოდნენ. ძალიან ბევრი კადრები არსებობს ამისი, მაგრამ არა მარტო კონკრეტულად უკმელას ნაწილი ჩანს ამ ვითარებაში. კასტეტებით ურტყამდნენ ხალხს. არც ერთი პოლიციელი არ არის დასჯილი. არც ერთ დღეს, მარტო ის 13 მაისი ხო არ იყო? 13 მაისამდე კიდევ სხვა ბევრი იყო. ჩვენი მეგობარი ზუკა ბერძენიშვილი ცემეს, დავით ქაცარავას ისე გაუსწორდნენ, ისე ცემეს, რომ აი ადამიანი ვერ ვიცანის სახეზე მისი ნაცემი ფოტო ისეთ მდგომარეობაში იყო. არც ერთი პოლიციელი არ არის დასჯილი. არც ერთი საერთოდ, არც ერთ დღეს, არც ერთ ვითარებას. პირიქით ვინც მოძალადეა პოლიციელი, პროკურორიც, რომელიც უკმალა თუნდაც 5 წლით პატიმრობაში გაუშვა, მოსამართლე და ყველა აბსოლუტურად აი ეს ჩინოსნები ჯილდოვდებიან და ორდენებს უძღვნიან მათ. ანუ აგრესიისკენ მიუტყვიან. ამათთვის არის ეს ძალადობა უფრო მნიშვნელოვანი და ეს მოძალადეები პრიორიტეტული ვიდრე სხვა საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქე. ძალიან ძნელია 3 წლის ბავშვს აუხსნა, რატო არ იმყოფება მამა მის გვერდით, იმიტომ რომ კონკრეტულად ეს პერიოდი, როდესაც ყოველდღიურად არის მამა მის ცხოვრებაში, აჭმევს, ასმევს, ასეირნებს, ერთობა, ასწავლის რაღაცებს და ბავშვიც აი ამ პერიოდში უკვე აღიქვამს ცხოვრებისეულ რაღაცებს. ძნელია, რომ აუხსნა მამა არ არის, მამა არ იქნება რაღაცა გარკვეული დროით. თავიდან, როდესაც დააპატიმრეს უკმალა, უთხარით, რომ მამა ამერიკაში არის წასული და იქ იქნება რაღაცა გარკვეული დროით და მერე ან ჩვენ წავალთ, ან თვითონ ჩამოვა, ან რაღაცა ესეთი ახსნები გქონდა. ძალიან მძიმედ იმოქმედა ამაზე, იმიტომ რომ ძალიან განერვიულებული იყო რაღაცებზე ცოტა აგზნებულიც იყო, მოიწყენდა მოწყენილობის დროს რო ვეკითხებოდი, რომ რატო ხარ მოწყენილი ან რაზე ფიქრობ და მამა მენატრება მეუბნებოდა, სულ ესეთი პასუხით იყო. მერე აი ეს პერიოდიც მოკლედ ამასობაში გახდა 4 წლის, ეხა უკვე 5-ის ხდება აგვისტოში და ამ მისჯის შემდეგ გუჩიეს რომ გვეთქვა სინამდვილე და აღარ დამემალა ეს ფაქტი. იცის რომ დღეს რაღაცა კონკრეტულ ადგილას არის საქართველოში იმყოფება და ხანდახან ნახავთ, როდესაც საშუალება გვექნება, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში 9 თვის 1 წელია უკვე გასულია, რაც უკვე დაპატიმრებულია. და ორჯერ გვაქვს წელიწადში 24 საათიანი პაემნის უფლება, მეტი არა გვაქვს. ანუ უკვე всё გამოვიყენეთ და მომავალ წლის თებერვლამდე მას ვერ ნახავ 24 საათიანი პაემნის დროს. 9 თვეს ველოდებოდით, რომ გასულიყო ეს პერიოდი და აი მისჯის შემდეგ მქონდა 24 საათიანი პაემნის უფლება, მანამდე არ მქონდა.
და ანუ აი ეს შეხებაც ჩახუტებაც, ანუ თვითონ რო ჩამეხუტა, აი ადამიანის ჩახუტებაო, მენატრებაო რა. ძალიან ემოციური იყო, ერთად ვიყავით. პირველად ამდენი ხნის განმავლობაში ძალიან ძიმე არის, როდესაც აი სულ ერთად ხართ, სულ რაღაცა მჭიდროდ ხართ, სულ რაღაცა აი სულ ჩახუტებულები ვიყავით სამივე ერთმანეთზე და აი ამ ხნის განმავლობაში რო აი ეს მქონდა, მართლა ნატურულობდით, რომ აი მიუსაჯონ და ნახავდი მეც და სიყვარულიც მოწყვეტილი მაქვს. ბედნიერებაც მოწყვეტილი მაქვს, ანუ აი მომტაცეს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ძვირფასი რამ, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში უფრთხილდებოდი და ძლebdi აი ამ ყველაფრით რა. კი. ფრენა ხომ არ დავიწყოთ. ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებოდ. ეს არის ოკმელას მეგობრების გაკეთებული და გადაღებული ვიდეო, სარეკლამო რგოლი, რომელიც თავისუფლებას მიუძღვნეს. ეს სცენარი ციხეში გაუგზავნეს ოკმელას, როგორც რეჟისორს და უთხრეს, რომ ესეთი რაღაცა უნდა გავაკეთოთ. სცენარი რომ ხელით ქონდა ჩახატული სცენარის რაღაცა ფრაგმენტი და როგორ უნდა გადაიღო, სად რომელი კამერა დგას, რომელი მხრიდან რა ჩანს და ესეთი რაღაცეები არის აი ამ სცენარით და დღემდე აი ამ მეგობრებს შენახული აქვთ და აი ვტიროდითო რომ ვნახეთო ეს სცენარიო ხელით დაწერილიო. ციხიდან რო აი ამ თემას აკეთებ და ამ შესაძლებლობას გაძლევს ეს შენი მეგობრები, мотиваციასაც რო გაძლევს და აი მაინც რო ჩართული ხარ იქიდან რაღაცეებზე, ხო? ბრძოლის უნარიანობა ჩვენ არასოდეს არ დავეცემით და ბოლომდე ვიბრძოლებთ აი ამ ერთობით, აი ამ სიყვარულით და აი ამ შეგრძნებით ბოლომდე ვიბრძოლებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს თემა, რაც ჩვენ გვაქვს დაწყებული, ბოროტს სიკეთით აუცილებლად დავამარცხებთ. ამ სიბნელეს ნათელი ყოველთვის მოეფინება და გავიმარჯვებთ, დარწმუნებული ვარ.